და კვლავ უმაღლესი საბჭო ამჯერად მათ მიმართ პრეტენზიები არასამთავრობო ორგანიზაციაში აქვთ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი 1 თვის და 10 დღის განმავლობაში საბჭოს ვებგვერდის მუშაობას აკვირდებოდა. რის შემდეგაც დაასკვნა, რომ ორგანო 5 მაისს ოფიციალურად ნაკისრ ვალდებულებას ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ ვერ ასრულებს. მაგალითად, საბჭოს ინტერნეტ გვერდზე არ მოიძებნება ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოსა და აპარატის თანამშრომლებზე გაცემული თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და პრემიების კვარტალური რაოდენობის შესახებ. დეტალები ლანა ძეძამიას რეპორტაჟში. აჭარის უმაღლესი საბჭო ინფორმაციის გამოქვეყნების კანონით დაკისრებულ ვალდებულებას სრულყოფილად არ ასრულებს და მოქალაქეთა ინფორმირებულობისთვის ინტერნეტ რესურსს სათანადოდ არ იყენებს. ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის მონიტორინგის შედეგებში. ანგარიშის მიხედვით ვებგვერდს არ აქვს საძიებო სისტემა, ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია საბჭოს საქმიანობის, ინიცირებული კანონ პროექტების შესახებ, უცნობია უმაღლესი საბჭოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე გაცემული სარგოების, დანამატებისა და პრემიების კვარტალური რაოდენობა. არ ხდება ინფორმაციის სრულყოფილად გამოქვეყნება და იმ ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც ხდება, ხშირ შემთხვევაში მოქალაქისთვის ტექნიკურად შეუძლებელია ტექნიკურად, ასე ვთქვათ, მისი გაცნობა, ჩამოტვირთვა და ასე შემდეგ. წინასწარ არ ქვეყნდება ინფორმაცია სხდომების თაობაზე, არ ქვეყნებდა კანონპროექტები, საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდს არ გააჩნია საძიებო სისტემა, რაც შეუძლებელს ხდის მომხმარებლისთვის და მოქალაქისთვის ინფორმაციის მოძიებას. საიტი მუშაობს ხარვეზებით, ინფორმაციის ნაწილი არ ქვეყნდება, ან ქვეყნდება არასრულფასოვნად, რაც რესურსის არარაციონალურად გამოყენებას იწვევს, აცხადებს საიას იურისტი. ინდივიდუალური მომხმარებლის კუთხით რაც რო შევხედოთ, გარკვეული ინფორმაციის მოძიება ნამდვილად არის გართულებული აღნიშნულ ვებგვერდზე, არის რიგი ინფორმაცია, რომელიც საერთოდ არ არის, მაშინ როდესაც მითითებული არის, ეს ინფორმაცია უნდა იყოს ვებგვერდზე ატვირთული. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნული ვებგვერდის ფუნქციონირებაზე იხარჯება გარკვეული ფინანსური რესურსი, მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული ფინანსური რესურსი გამოყენებული იქნას რაციონალურად. გაზეთ ბათუმელების ჟურნალისტის თქმით, მოლოდინი, რაზეც უმაღლესი საბჭო წლის დასაწყისში საიტთან დაკავშირებით საუბრობდა, არ გამართლდა. ლელა დუმბაძის თქმით, ვებგვერდმა ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროება ვერ ჩაანაცვლა. ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის ამ ტიპის საიტებს გამართლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ მე ჩემთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციას მოვიპოვებ ამ საიტების მეშვეობით. თუ კი მე მაინც დამჭირდება მივმართო ოფიციალური წერილით და დაველოდო რაღაც 10 დღიანი ვადა იქნება, თუ ძალიან ხშირად ეს 10 დღიანი ვადაც ირღვევა, მაშინ პრინციპში არ აქვს ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა ამ საიტებზე რას განათავსებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რომელიც 5 მაისს მიღებული დადგენილების ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ინიციატორი იყო, ვებგვერდის ხარვეზებით მუშაობის ფაქტს ადასტურებს. თემურ კახიძე გვპირდება, რომ მიზეზებში გაერკვევა და ხარვეზი გამოსწორდება. რაც შეეხება კვარტალურ ანგარიშებს, მისივე თქმით, ვებგვერდზე 10 ივნისამდე განთავსდება. პირველი კვარტალური მაჩვენებლები იქნება გამოქვეყნებული, თავდება ანუ მეორე კვარტალი 5 მაისის შემდეგ, მეორე კვარტალი თავდება ივნისში და ყველა ინფორმაცია 10 დღის განმავლობაში იქნება კვარტალური მონაცემები დადებული, მაგრამ საიტი უფრო მარტივი და უფრო მოქნილი უნდა იყოს, უფრო ეჭვდება მასთან უფრო აჭარის უმაღლეს საბჭოში ვებგვერდზე პასუხისმგებელი პირი კომენტარს არაკეთებს და აცხადებს, რომ არსებული ხარვეზები ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სისტემაზე გადასვლას უკავშირდება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებენ აჭარის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდი მაქსიმალურად ინფორმაციული და ადვილად გამოსაყენებელი გახადონ.